1980-იან წლებში შეერთებულ შტატებში გაჩნდა პრეზიდენტ კარტერის დოქტრინა, რომელიც გულისხმობდა ამერიკის ინტერესების დაცვას ახლო აღმოსავლეთში. რაც ასეც მოხდა. ირან-ერაყის ომის პერიოდში ამერიკული სამხედრო ფლოტი უზრუნველყოფდა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებას, რომელიც ცნობისთვის მაყურებელმა უკვე კარგად იცის, რომ სპარსეთის ყურეს ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს, ამ გზაზე კი მსოფლიო ნავთობის მოხმარების დაახლოებით 20-25% გადის. კარტერის დოქტრინის პიკად კი 1991 წლის სპარსეთის ყურის ომი მოიაზრება, როცა ამერიკულმა ძალებმა დაიცვეს საუდის არაბეთის ნავთობის საბადოები, ხოლო საუდის არაბეთმა შეერთებულ შტატებს სანაცვლოდ საწვავი და დაფინანსება გამოუყო. ასევე აღსანიშნავია ამერიკის მეხუთე საზღვაო ფლოტის განთავსება ბაჰრეინში 1995 წელს, რომელიც დღემდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზღვაო ცენტრია რეგიონში. არ უნდა გამოგრჩეს 1996 წელს კატარში დაარსებული ალ-უბეიდის უდიდესი საჰაერო ბაზაც, საიდანაც იმართება ამერიკის ოპერაციები ახლო აღმოსავლეთში. სწორედ ამ ბაზებმა მისცა შეერთებულ შტატებს საშუალება მოეპოვებინა გავლენა ახლო აღმოსავლეთში, ემართა კრიზისები და დაეცვა მოკავშირეები, მათ შორის ისრაელი და ნავთობის ინფრასტრუქტურა.